საჯარო მოხელეები, რომლებსაც რეჟიმი თავისუფალი აზრის გამო ებრძვის, სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. იციან, რომ ბევრს არაფერს უნდა ელოდონ, რადგან სასამართლო კლანი სანქცირებული მოსამართლეებით რეჟიმის მოკავშირეა. თუმცა ამის მიუხედავად საჯარო მოხელეები მრავალწლიანი გამოცდილებით მაინც აპირებენ ყველა გზა გამოიყენონ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. ათეულობით საჯარო მოხელე რეჟიმის შურისძიების მსხვერპლი ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ამაზე მკაფიო პოზიციის გამო გახდა. ნიკა საჯაია ესაუბრა გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს და მათ პოზიციებს გაგვაცნობს ვრცლად. საფო გათავისუფლებული საჯარო მოხელეების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება. ადამიანები დღესაც გებულობენ იმას, რომ უკვე 2025 წლიდან მათ არ აქვთ სამსახური და ისინი ვერ გააგრძელებენ მუშაობას. ისევე როგორც იზრდება უწყებების ჩამონათვალი, საიდანაც დაიწყო წმენდა იმ საჯარო მოხელეებისა, რომლებიც ღიად შეუერთდნენ პეტიციას ძალადობის წინააღმდეგ საპოლიციო რეჟიმის მხრიდან და ამავდროულად გაემიჯნენ ირაკლი კობახიძის პოზიციას 2028 წლამდე ევროინტეგრაციაში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე. როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული და უკვე გათავისუფლებული თანამშრომლები გვეუბნებიან, მათ რაიმე სახის შენიშვნა აქამდე არ მიუღიათ ხელმძღვანელობის მხრიდან. ამავდროულად აცხადებენ, რომ ნაწილს აქვს უვადო ხელშეკრულება და მიზეზი იმისა, რომ თითქოს არ მოხდა განახლება ან შეჩერდა, ეს არ არის არგუმენტირებული, მეტიც ნაწილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ პირიქით ჰქონდათ დადებითი შეფასებები და იყო თქვათ ამაზე ოფიციალური თქვათ გადაწყვეტილებაც სამსახურში და ამავდროულად გამორიცხავენ რესტრუქტურიზაციასა და რეორგანიზაციას გამომდინარე იქიდან, რომ ნაწილი იმ დაწესებულებისა, საიდანაც მოხდა მასიურად უკვე თანამშრომელთა გათავისუფლება, სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოცხადებული ჰქონდათ ვაკანსიები და ეძებდნენ ახალ თანამშრომლებს. მიზეზი, როგორც მეილიდან ირკვევა, არის ის, რომ ჩემი როგორც კადრის საჭიროება აღარ არსებობს და რომ ეს არის უბრალოდ შემცირებები. 6 თვიანი შეფასებით მაქვს უმაღლესი შეფასება და უბრალოდ ვერ ხვდები რა ლოგიკა შეიძლება ემსახურებოდეს ის ფაქტი, რომ გაუშვა სამსახურიდან თანამშრომელი, რომელსაც აფასებ უმაღლესი ქულით. ან თუ ეს თანამშრომელი იყო ის კადრი, რომელიც შენ გჭირდება, როგორ შეიძლება რომ დღეს აღარ გჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც მოაწერა პეტიციას ხელი იმ უკანონოებების მიმართ, რაც ხორციელდებოდა ჩვენი ჩვეულებრივი უბრალო მოქალაქეების ნამდვილად ძალიან ბევრი ადამიანი გათავისუფლეს და ამას არ ველოდით და შეიძლება ითქვას, რომ სისტემურ რეგისტრაციების დეპარტამენტში მოხდა ძირითადად ეს ყველაფერი, სადაც ასე ვთქვათ, პეტიციას მოეწერა ხელი 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რასაც გავემიჯნეთ. ძირითადი დასაბუთება ის არის, რომ რატომღაც სამსახურს აღარ ჭირდება კადრები, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ დაახლოებით 1 თვის წინ გამოაცხადეს ახალი კადრების მიღება. ეს სრულიად გაუმართლებელია და უკავშირდება დიახ სწორედ იმ პოლიტიკურ ნიშანს და დისკრიმინაციას ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. შეიძლება ვახსენე უკვე რომ ეს გარდა იმისა რომ უკანონო არის, იმიტომ რომ მე უვადო ხელშეკრულება მაქვს და ბატონმა მერმა ისაუბრა რომ ხელშეკრულება არ გამიგრძელდა თითქოს და ხელშეკრულების გაგრძელება ჩემთან არ იყო აუცილებელი. საფუძველი რაც იყო გათავისუფლების, რომ მე პროგრამები დავამატე თითქოს და ამოვწურე ამით ჩემი საქმიანობა, ესეც აბსურდული არის. სამუშაო აღწერილობაში არაფერი შეცვლილა პრაქტიკულად. პროგრამები არ შემცირებულა, პირიქით დაემატა, კოორდინატორების რაოდენობა არ შემცირებულა, იგივე არის, რაც თავიდანვე იყო და ერთადერთი შეიცვალა ის, რომ მე უბრალოდ ღიად დავიწყე საუბარი იმ საკითხებზე, რაც არ მომწონდა, მაგალითად ის რუსული კანონი. გათავისუფლებული ადამიანები საუბრობენ, რომ ისინი აუცილებლად დაიწყებენ სამართლებრივ დავას, ვინაიდან სიმართლე არის მათ მხარეს და როგორც თქვენ მოისმინეთ კომენტარებშიც ისინი აღნიშნავდნენ, რომ გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი არის სწორედ პოლიტიკური დისკრიმინაცია და შეხედულება, ვინაიდან ხელმძღვანელი პირები მათში უკვე ხედავენ წინააღმდეგობას და არც უთეს პროცესი გაგრძელდეს. თუმცა ბუნებრივია უფრო მეტია ის ადამიანი, რომელთა ჩაწერასაც ბუნებრივია ყველასაც ვერ შეძლებ, მაგრამ ამ დრომდე თქვათ იგივე სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება ცნობილი, რომ მათაც დაატოვებინეს სამსახური. როგორც წესი ამას გებულობენ მეილზე გადატოვებული შეტყობინებით ან HR სამსახურიდან განხორციელებული სატელეფონო ზარით. იურისტების ნაწილი საუბრობს, რომ ამ შემთხვევაში დაცვის ბერკეტი აქვთ იმ ადამიანებს, ვინც არ მოხვდა ამ კანონის ამოქმედების შემდგომ, რეპრესიული კანონის ამოქმედების შემდგომ, თუმცა უფლებადამცველები მიანიშნებენ, რომ მას შემდგომ, როდესაც ყაველაშვილმა ხელი მოაწერა რეპრესიულ კანონმდებლობას, გატირდება სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენება იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს.